თუ არა ნდობა. წამს ნიშნავს იმას, რომ ვერ ნდობა. ეს ნდობა არის როგორც მეგობრებს შორის მნიშვნელოვანი, როგორც თანამშრომლებს შორის მნიშვნელოვანი, როგორც სხვადასხვა კონტექსტში მნიშვნელოვანი, ასევე მერთან ურთიერთობისას. თუ ენდობი მას ნიშნავს, რომ შენ ხარ მის მეგობარი, ხარ მისი თანამგზავრი და შესაბამისად გწამს. და ეს ნდობა გამოჩნდა მამის წვენაში, რომლის შვილი იყო შეფობილი სხვადასხვა ცნეულებებისგან და ეს არ იყო უფრო ხორციელი პრობლემა, არამედ სულიერი დემონური ასაკთა ენერგიებისგან ის იყო იმდენად დაუსრულებული, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გამოვლენებში ხდებოდა პიროვნების ბოლომდე მიწასთან გასწორება დემონისგან და მამა შეზრწმულია. ჩვენ ამ მამაში უნდა დავინახოთ უბრალოდ კაცობრიობა. კაცობრიობა და ამ შვილში უნდა დავინახოთ დაცემული კაცობრიობა. ანუ ორი მომენტი. პირველი ის, რომ კაცობრიობა ქრისტეს განკაცებამდე იყო დაცემული და რამდენად მიწასთან გასწორებული, მაგრამ ასა დაუკარგავს მესიერებაში ცოდნა ღმერთის არსებობის შესახებ, რომელმაც შექმნა და ამიტომ მისი ამოუხრახდება მესიასთან დაძახილი არის, რომ შეეწია ურწმუნოებასაც შემოწმე, შემეწია დამეხმარა იზაყის მამაშვილის გამშვიდში და მამაში კაცობრიობა უნდა დავინახოთ. და უყალე რას ეკითხება მას? ის არ ეკითხება თუ რა სახის დაავადებას პიროვნებას ამ შვილს, არამედ ეუბნება, რომ ეკითხება, რომ წამს, რომელიც შემიძლია. და მამა ეტყვის, რომ დიახ წამს და შეეწია ჩემს ურწმუნოებას. და ამ მომენტში ქრისტე უბრუნდება დაცემულ კაცობრიობას, ასე ვთქვათ, და იწყებს მის სპეციფიკურ გამოყენებას. მის სპეციფიკურ გამოყენებას. ასევე აქ უნდა დავინახოთ მეორე საკითხი, რომ არა მხოლოდ სწავლება, არა მხოლოდ დოგმა, არა მხოლოდ ის, რაც ჩვენს ცნობიერებაში არის შემორჩენილი, არის გადაწყვეტილი მნიშვნელობის, არამედ როგორც გამახსენეთ, ეს ნდობა, ეს რწმენა. რადგან თუ გწამს, მაშინ შეგიძლია სხვადასხვა ტიპის სისუსტე, სხვადასხვა ტიპის ვეჭვი განახარჯო. ამ ვეჭვის განხარჯვის სისუსტის დაძლევის ზედამეტი არის არა მხოლოდ სწავლება და დოგმა, რომელიც ეკლესიამ განისაზღვრა, არამედ ასევე და უპირველეს ყოვლისა რწმენა, რადგან ღმერთისადმი პიროვნული ნდობა, პიროვნული რწმენა უკვე გაძლევინებს ვეჭვების და სისუსტეების დაფარვას და დამოუკიდებლობას. და ბოლოს დავასრულებ ამით, რომ პიროვნებაში ასევე რომელსაც კაცობრიობას განასახიერებს, უნდა დავინახოთ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. და რა? პრაქტიკულად ყველაფერი ის, რაც ადამიანში ღვთის ხატებას ხელს უშლის, ღვთის მსგავსების ანუ ესე იგი პიროვნების სულიერი მოღვაწეობის გზაზე გამომხოლებელი ფაქტორებია, ამ ყველაფრის გავლენა ახდენს და იწვევს იმას, რომ პიროვნება ეცემა და ვარდება ცოდნის შვილი ხდება, ასე ვთქვათ, და დემონის ტყვეობაში აღმოჩნდება. და რას გულისხმობ? რომ საკუთარი იდენტობის დაკარგვის ხატის გადარჩენა ხდება სწორედ ღმერთთან ურთიერთობაში, ლოცვის გზით, რადგან პიროვნება შეიძლება იყოს დაცემული, დაცემაში არ იგულისხმება მხოლოდ რაღაც მორალური მხარე, არამედ სხვადასხვა სახის დაცემები არსებობს, მაგრამ როდესაც პიროვნება შორდება ღმერთს, ანუ ღმერთის ხატს შორდება პიროვნება, ის შესაბამისად ასე ვთქვათ, კარგავს საკუთარ იდენტობას. ეს შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა ტიპის იდეოლოგიის, ან რამე დამოკიდებულების ხარჯზე. ზოგს მაგალითად რაღაც ბნება აქვს ფულის, ზოგს ბნება აქვს ალკოჰოლის და ასე შემდეგ. ხო? ეს ელემენტები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში ასე ვთქვათ, ხელს გვიშლიან სულიერი წინსვლისაკენ, ამავდროულად ხელს უშლიან ჩვენს საკუთარ ადამიანურ იდენტობას. ეს იდენტობა არის ღვთისგოძებული ელემენტი, რომ ჩვენ ღვთის ხატი ვართ. ეს არის ჩვენი იდენტობა. და ამ ხატის დარღვევა სწორედ ხდება სხვადასხვა ხედვის, იდეოლოგიის, ბუნების, უცობის გზით, რომ პიროვნება ასე ვთქვათ შორდება იმ თავის საწყის, რომელშიც ღმერთმა ის ჩაიფიქრა. და პასუხი მაცხოვრის და მარკოს მახარებლის მეცხრე-თავის 29 მუხლში არის ის, რომ ლოცვით არის ეს შესაძლებელი და ქართველმა მთარგმნელმა საინტერესო არის ბერძნულში მხოლოდ ლოცვა წერილი და ქართულში დამატებული არის მართვაც. ანუ ლოცვითა და მართვით მარკოს მახარებლის თავს ხუში ამოსვლა ბერძნულში ქართველი მთარგმნელი ამატებს ასევე ლოცვას, ბოდიში, მართვას. ანუ ლოცვა რას ნიშნავს? ეს არ არის მხოლოდ რაღაც 50 ფსალმის საკითხი, მექანიკურად ან რაღაც კანონის, რომელიც მეძება, რომ პირაში ერთგან ამდეში და წავიკითხოთ, ანუ გავასრულოთ ჩემი რაღაც მექანიკური სულიერება, არა, ამაზე არ არსებობს. როცა უფრო მეტია, ვიდრე ის, რასაც ჩვენ აქ ვისმენთ, რასაც ჩვენ გვაძლევენ ყოველდღიურად კანონის საკითხს.
ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან დიალოგი, ღმერთთან მიბრუნება. ანუ მას ყოვლის პასუხი ამ შეპყრობილ პიროვნებასთან, მას ყოვლის პასუხი ამ დაცემულ კაცობრიობასთან არის ის, რომ შენ თუ გსურს ეს წამოდუნო, შენ თუ გსურს ჩემში ისე განახილული ცხოვრების დაწყება, მაშინ პირობად საჭირო არის დიალოგი ჩემთან. აზრობრივი, ცნობიერება, ლოცვა, სხვა არაფერია თუ არა დიალოგი. თუ არა ურთიერთობა ღმერთთან გონების გზით და სულის გზით. ეს სურს უყავს, მას ყოვლის განკაცების საიდუმლო სწორედ ამაშია, რომ იმ საწყისიდან ქრისტე დავიწყოთ ისევ ჩვენი პიროვნების ფერისცვალება. სხვა შემთხვევაში პიროვნული ფერისცვალება არ არსებობს. ღმერთის განკაცების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მას ეჩვენებინა ჩვენთვის ისევ ახალი საწყის, ის ცენტრი, საიდანაც პიროვნებას შეუძლია ისევ განახლდეს, განიცდოს და ცხონდეს. ეს არის მთავარი. და დანარჩენი ყველაფერი, ხო, საიდუმლოებები, წირვალოცვა, შესასწავლებელი, გზა, აკურთხი წყალი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ის ცენტრი, რომელიც ის წერტილი განკაცების საიდუმლოს გაგება თუ ჩვენში არ არსებობს, მაშინ ვიქცევით ქრისტიან წარმართ რაღაც კულტის მატარებელ პიროვნებად. და ეს არ არის ანდერძი, რომელსაც ჩვენ სახარებაში ვიქოვ. სახარებაში ვნახავთ რას? რომ თუ გსურს ხრწნა დატოვო, თუ გსურს განაწოდე, მაშინ უნდა დაიწყო არა შენს მოძღვართან ერთად, არამედ შენ და შენმა მოძღვარმა იესო ქრისტესთან ერთად. ის არის საწყისი, ის არის ჩვენი ცენტრი. იქედან ჩვენ დავიწყებთ აზროვნებას და ფიქრს, შესაბამისად დალაგდება ასევე ღირებულებას, მორალიც, ცნობიერებას, სტრუქტურას, წესდებას და ყველაფერი. აი ეს სურს უყავს, რომ აჩვენოს ამ კაცის და ამ შვილის მაგალითზე დაცემულ კაცობრიობას, რომ შემოტრიალების უნარი გააჩნია მას, ვინც განკაცებულთან ერთად დაიწყებს ახალ ცხოვრებას. აი ეს ყველაფერი, ეს ცოდნა, ეს ცნობიერება, რაც ჩვენ ქართველებს გვაქვს, დიდწილად დამსახურებულია პიროვნების, ასე ვთქვათ, მოღვაწეობასთან და დაკავშირებული ასევე, რომელიც ეს უნდა გაგზავნოს ქართულნაირმა ჩვენი უზრუნველს. ამიტომ შევავედოთ ღმერთს, რომ პირველ ყოვლისა არ დავივიწყოთ ის ცენტრი, ის წერტილი, რომელიც არის ქრისტე. ამის შემდეგ აქვს ფასი უწმინდეს ეკლესიას, მოძღვარს, საიდუმლოს გზას და ნათლობას. თუ არ გვექნება ცნობიერებაში ჩვენი უფალი არ გვეყოლება როგორც საწყისი, როგორც ალფა და ომეგა, ანი და პროექტ, სხვა შემთხვევაში ისევით კულტ მსახურებად, ისევით რაღაც ფანატიკოსებად, რომლებსაც ვერ დავუღიათ თუ საბოლოო ჯამში სად და რა არის მათი ცენტრი. ჩვენი ცენტრი არის იესო ქრისტე, რომელმაც ყველაზე დიდი სიყვარული აიახლა, რომელსაც ორგულაში ასევე გავიაზრებ თუ მოწანდებით მნიშვნელობის სფეროში დიდ პარასკევს, დიდ ჭაბას და საბოლოო ჯიზეროს ქართულას. 10 წუთში დავიწყებთ.